ჩვენს გადაცემას ჩვენ ყოველკვირეული რუბრიკით ინტერიერი დეტალებში საქმიანი დილა სტუდიას სალომე დადუნაშვილი შემოვერთდა და ამ კვირის მთავარ დეტალზე გამოვახურებთ ყურადღებას. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა და დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო სახლი უნდა დავათვალიეროთ, იმიტომ რომ ეს არის სივრცე, რომელიც უმარტივესი თითქოს ერთი შეხედვით გადაწყვეტილებების მიუხედავად არის ძალიან დიდი სიზუსტით გათვლილი და როცა არქიტექტორი მუშაობს ხოლმე სივრცეზე, ხშირად სწორედ ასეთი ტიპის სივრცეებს ვიღებ. ძალიან ფუნქციურს, მარტივს, მაგრამ ამავე დროს ძალიან სწორედ გათვლილს, ყველა სანტიმეტრი რო ათვისებულია, სინათლის გადაადგილება სახლში, ესეც კი რომ გათვალისწინებულია და პრინციპში, რა თქმა უნდა, ჩვენ განათებას უთმობთ ხოლმე ყურადღებას, მაგრამ ბუნებრივი სინათლე საიდან შემოდის, როგორ მოძრაობს სახლში, ბოლოს საიდან გადის, აი ამასაც უნდა პრინციპში მივაქციოთ ყურადღება, როცა გვინდა რომ მართლა რაღაცა ძალიან ხარისხიანი და კომფორტული ინტერიერი მივიღოთ. ეს არის სტუდია of a home-ის ნამუშევარი, ძალიან საინტერესო სხვა ნამუშევრებიც აქვს ამ ადამიანებს, მაგრამ ეს კონკრეტული სივრცე არის საცხოვრებელი ბინა ახალაშენებულ სივრცეში, რაც ძალიან დიდი პლუსია, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ბევრ ახალაშენებულ კორპუსს აქვს დიდი ვიტრაჟული ფანჯრები და ხშირად ნახევარი კედლების საერთოდ გამჭვირვალეა, აქაც პრაქტიკულად ასეა და მე ეს ძალიან მომწონს, იმიტომ რომ მიყვარს, როცა სახლში ზედმეტად ბევრი სინათლე შემოდის, მე ამ ყველაფრის დარეგულირება ჩვენ უკვე თავად შეგვიძლია ფარდების მეშვეობით ან ჟალუზების მეშვეობით, მაგრამ მთავარია რომ ბუნებრივი სინათლე აღწევს სახლში ყველა კუნჭულში და ეს გადამწყვეტი მნიშვნელობა არის ხოლმე, როცა აი რაღაც ხასიათი ან სითბო იქმნება ხოლმე სივრცეში, ამიტომ სინათლე მით უმეტეს როცა მაღალ სართულზე ხარ და გარეთ ეს შეგრძნება სივრცის აუცილებლად შემოდის ინტერიერშიც, ეს ყველაფერი გათვალისწინებულია და ძალიან მარტივად, როგორც უკვე გითხარით, არის გადაწყვეტილი, ყველაფერი არის თითქოს ერთი შეხედვით თეთრი. ჩვენ გვიყვარს ძირითადად მასობრივად უყვართ ადამიანებს ნათელი თეთრი ინტერიერები, თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ თეთრ ფერთან მუშაობა არის ერთ-ერთი ყველაზე რთული და საერთოდ თეთრი არასდროს არ არის ერთი ფერი. თეთრი მით უმეტეს ინტერიერში, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არის ძალიან ხშირად გაცილებით უფრო თბილი, ვიდრე აი ეს თოვლივით თეთრი ქათქათა, რომელსაც ჩვენ მაგალითად ხედავთ ჩვეულებრივ თაბახის ფურცელზე და თუ გვინდა თეთრის ტონალობა დავინახოთ კედელზე, მაგალითად ჩვეულებრივი თაბახის ფურცელი უნდა მივადოთ და აი მაშინ გამოჩნდება რეალურად რამდენად თეთრია ჩვენი თეთრი კედელი. შეიძლება იყოს ძალიან ღია ნაცრისფერი, შეიძლება იყოს ძალიან ღია მწვანე, შეიძლება იყოს ძალიან ღია კრემისფერი და აი ამას აქვს ხოლმე ძალიან დიდი მნიშვნელობა და ეს არის თბილი ტონალობა, ძალიან ღია თეთრი ნათელი კედლების და ასეთივე მასალები, ტილო მაგალითად, რომელიც ტონალობაში ზუსტად ემთხვევა კედლის ფერს, მაგრამ ეს ტილო შემოსულია როგორც პრაქტიკულად კედელი, როგორც მოგახსენეთ, არის ძალიან დიდი ვიტრაჟული ფანჯრები და რა თქმა უნდა რაღაცა ტიპის დაცვა სჭირდება და აი აქ გაჩნდა ეს ფაქტურა, ამიტომ რომ ტექსტილს, მით უმეტეს ტილოს ძალიან რაც უნდა თეთრი იყოს და ერთი ფერის აუცილებლად ხასიათი შემოაქვს, სირბილე შემოაქვს ინტერიერში და აი ამის ხარჯზე არის ძალიან შეცვლილი გარემო, რა თქმა უნდა, სამზარეულო და კიდევ ერთი მასალა, რომელიც ჩნდება როგორც ტიხარი და ლოგიკურიც არის პრინციპში, მაგრამ თან შეიძლება ვიღაცამ თქვას უცნაურიც, იყო ძალიან დიდი მისაღებე სივრცე, რომელიც გადატიხრეს იმისთვის, რომ ცალკე სამუშაო სივრცე გაჩენილიყო და ამ სამუშაო სივრცეში არის დამოუკიდებელი ფანჯარა. თავისუფლად შესაძლებელი იყო, რომ მიგაკეთებულიყო კლასიკური ტიხარი, მაგალითად ჩვენი საყვარელი კნაუფის კედლის სისტემით, რომელიც უმარტივესად, რა თქმა უნდა, შენდება, მაგრამ აშენებულია კედელი მინის ბლოკებისგან, მინის აგურები, მინა ბლოკები ძალიან პოპულარულია, მშვენიერი კედელია, რაც თავარია ის ატარებს სინათლეს პრაქტიკულად მთლიანად, რა თქმა უნდა, სილუეტს ვხედავთ და მაგალითად ახლა საძინებლის გადასატიხრად ალბათ არ გამოგვადგება, მაგრამ სამუშაო სივრცის გადასატიხრად, სადაც გვინდა რომ
დიდი სივრცის გამჭვირვალებას იმ სუბუქე უფრო შევინარჩუნოთ, მით უმეტეს ასეთ ძლავრად შემოსულ მინის ვიტრაჟების, ვთქვათ, ფაქტურას ვუპასუხოთ რაღაცა ასეთივე ტიპის, თორემ მინის ფაქტორი და მით უმეტეს როცა მინა შემოგვაქვს, ეს ნიშნავს, რომ ამრეკლავი ზედაპირი შემოგვაქვს და უფრო მეტი სინათლე გვაქვს სივრცეში. აი ეს ისეთი ტიპის დეტალებია, რომელსაც ახლა ვლაპარაკობ, ახლა ადამიანი ალბათ მისმენს და მაგრამ რეალურად აი ეს პატარ-პატარა დეტალებია ის რაც გვაძლევს ხოლმე მე აი ამ შეგრძნებას ვაიმე რა სასიამოვნო სახლია რომ შედიხარ სადღაც და როგორი ნათელი აი ეს პატარა დეტალები გვაძლევს ხოლმე ამ შეგრძნებას და ამიტომ ვამახვილებ სწორედ ჩვენს რუბრიკაში ამ დეტალებზე განსაკუთრებით თქვენს ყურადღებას და აი ასეთი საინტერესო თამაშებია და ძალიან მოკრძალებული სულ რამდენიმე მასალაა შემოტანილი სახლში ძალიან თავშეკავებულია ფერთა გამაც მასალებით მაგრამ მიღწეულია მაქსიმალურად კარგი რეზულტატი მე მგონი ამდენ მოყოლით ამბავს ჯობია უკვე კადრებად ვაჩვენოთ ეს მაყურებელს ნახოთ სალომე დადუნაშვილისგან მორიგი ვიდეო ისტორია დეტალზე სადაც ბუნებრივი სინათლე ჭარბობს რუბრიკის წარმდგენია კომპანია კნაუფი. ვაშენოთ ერთად. გადაცემის სპონსორია კომფორტისა და ინოვაციების ეკოსისტემა ბუდე პლუსი. მოიწვე მზრუნველი სახლი და დაიმუხტე სიმყუდროვის ელემენტებით. ლამაზი, მყუდრო, კომფორტული სახლი ყველას გვინდა. ჩვენთან ერთად თბილისის და არა მხოლოდ ძალიან ლამაზ და რასაც სწორედ დაგეგმილ სივრცეებს ნახავთ. საუკეთესო დიზაინერებს გაგაცნობთ და თქვენი ფანტაზია აუცილებლად რეალობად იქცევა. გამოვყევით შესანიშნავი გემოვნების, ლამაზი ნივთების, დახვეწილი დიზაინის სამყაროში. ერთად მოვიფიქროთ, როგორი სახლი გვინდა ჩვენ. თეთრი ფერი, ტილოს ფაქტურა, ხის ფაქტურა, მინა და ბეტონი. პრინციპში ეს უკვე კლასიკაა, რომელიც გვაძლევს ყოველთვის ძალიან საინტერესო, სადა დახვეწილ ინტერიერს და ჩვენ კიდევ ერთ მაგალითს ვუყურებთ ახლა. ეს ბინა არის კუთხის და შესაბამისად ძალიან ბევრი სინათლე შემოდის. ბუნებრივია აქ საჭირო იყო რაღაცა ტიპის დაცვა, ფარდა და გაჩნდა კიდევაც თეთრი ტილოს ძალიან ლამაზი რიგი, რომელიც იმდენად დიდ ადგილს იკავებს ამ სივრცეში, აი ამ დიდ საერთო გახსნილ სივრცეში, რომ უკვე ძალიან მძლავრი ხასიათით შემოდის და შესაბამისად სწორედ აი ამ თეთრი ტილოს განწყობაზე არის შემდეგ აგებული ძალიან ბევრი რამ, თუნდაც იატაკზე ესეთი მძლავრი ხის ფაქტურა, ნათელი ფერის. თუნდაც ეს რბილი ავეჯი, რომელიც ასევე ტილოთია შემოსილი, ძალიან ბევრი ხე ბუნებრივი და ან ბუნებრივი ხის ფაქტურა, მაგალითად როგორც არის ლამინატი იატაკზე, იმიტომ რომ ეს ლამინატია, მაგრამ ძალიან სტრუქტურული ზედაპირი აქვს და ამიტომ ერთი შეხედვით პრაქტიკულად დარწმუნებული ხარ, რომ ნამდვილი პარკეტია, დაგებულია ნაძვის წყობით, ნათელი თბილი ფერის არის და ზუსტად აი ამ ტონალობაშივეა შერჩეული ავეჯის ხის ფაქტურაც არის ვინტაჟური ძალიან საინტერესო ავეჯი, აი ეს მაგიდა, რომელიც ძალიან არქიტექტურული ფორმით არის წარმოდგენილი ამ სივრცეში არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ არქიტექტურული ბიუროს იდააფის გაკეთებულია სწორედ მათი დიზაინით არის შექმნილი. ტილო და ხე არ არის ამრეკლავი მასალა, მაგრამ ყველა სახლს მით უმეტესაც ამდენი სინათლეა სჭირდება რაღაცა ტიპის ციმციმე ობიექტები. ამრეკლავი ზედაპირები და აი აქ ასეთი მასალა არის მინა. ის შემოდის როგორც ეს მინაბლოკის კედელი, ძალიან საინტერესო ფორმის ვინტაჟ ყავის მაგიდა და ასევე უჟანგავი ფოლადის ან თითქმის სარკის ფაქტურის მქონე პატარ-პატარა წვრილი საოჯახო ტექნიკა. აი ეს პატარა ციმციმა ობიექტები გვაძლევს სწორედ იმ რელიეფურობას ინტერიერში, რომელიც ძალიან გვჭირდება, რომელსაც ჩვენ ასევე ვიღებთ. განათებით რა თქმა უნდა, ბუნებრივია მინაბლოკი ძალიან კარგად ატარებს სინათლებს და გვაძლევს საზღვარს იკითხება, იქეთ სივრცე ნამდვილად, მაგრამ ეს სივრცე
თან პირობითია, თან რეალური. ეს ჩვეულებრივი სრულფასოვანი კედელია, მტკიცე, რომელსაც აქვს გარკვეულწილად ხმის იზოლაციაც, სიმყუდროვის შექმნის უნარიც და თან პლუს ძალიან ლამაზია. ამ სივრცეში სინათლის პრობლემა არ იყო, არის ფანჯარა, მაგრამ ეს გამჭვირვალე კედელი, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო სასიამოვნოს ხდის ამ სივრცეს. აი წარმოედგინეთ, რომ ეს კედელი ყოფილიყო მთლიანად დახურული. რაც არ უნდა მხიარული ფერი შემოგეტანა, ან თუნდაც უფრო მეტი სითეთრე, ასეთი ნათელი ეს სივრცე ვერ იქნებოდა. აბსოლუტურად ყველაფერი თეთრად არის შეღებილი. ამ სივრცეში 5 კარი გამოდის, მაგრამ 5-ვე არის მალული კარის სისტემით და მხოლოდ სახელურებით, აი ამ გრაფიკული შავი ფერის სახელურებით ხვდებით, რომ ეს არის კარი. თითქმის ყველა ავეჯი, რაც არის ამ სივრცეში, გარდა ხის ფაქტურისა, არის თეთრი. იგივე ეხება მაგალითად ტელევიზორის მაგიდასაც, ეს არის პრაქტიკულად დიდი ესეთი 5, რა თქმა უნდა, სათავსოებით, აბსოლუტურად მარტივი ფორმის, რომელიც შესანიშნავად უხდება აი ამ იდეას ზოგადად ამ სახლის. რახან ამდენი ვილაპარაკე ტილოზე, ერთი დეტალით აუცილებლად უნდა კარგად გავიაროთ. როცა ჩვენ ვიყენებთ მაგალითად ტილოზე ნებისმიერ ტექსტილს იმისთვის, რომ რამე ღიობი დავფაროთ, გამოვიყენოთ როგორც კარი, ტიხარი. ამ შემთხვევაში აუცილებელია სასურველია. აუცილებელი, საერთოდ არაფერი არ არის. სასურველია, რომ ეს ტექსტილი იყოს უფრო მძიმე, იმიტომ რომ ნახეთ როგორ ლამაზად ვარდება უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა უფრო მეტი სიმკვრივე აქვს და გამჭვირვალე არ არის და ესეც ტილოა, მაგრამ აი ესეთი სქელი ტილო და ცოტათი უფრო გრძელი ვიდრე გვჭირდება იმისთვის, რომ ლამაზად დაეფინოს ძირს და ეს სიმძიმე ამ ტექსტილის უკეთ გამოჩნდეს. ეს არის ბავშვის ოთახი და აქ ხდება ძალიან საინტერესო ამბები კედლებზე, რომელიც შეღებილია მაგალითად ორფრად. თეთრი ფერი ზევით ჩვეულებრივად გრძელდება, მაგრამ ქვედა ნაწილი, როგორც პანელი, ისე არის შეღებილი ამ ვარდისფრად. ასეთივე ფერში არის შექმნილი სპეციალური ჩასაშენებელი კარადა, სადაც სახლის ფორმის ჩანართი ნიშასავით არის დატოვებული და დარბილებულია, ამიტომ შეგიძლია შეძრე შიგნით ძალიან კარგად მოკალათ და წიგნი წაიკითხო, ალბათ არ ვიცი, ითამაშო, არ არის სტანდარტული და როცა ბავშვის სივრცეს ეხება, რა თქმა უნდა, კარგია, რომ ყველაფერი, რაც ბავშვის ოთახში უნდა მოთავსდეს, არ იყოს სტანდარტული, იყოს მხიარული, განსხვავებული, თუნდაც აი როგორც ეს საწოლი, რომელსაც პატარა კატის ყურები აქვს. ლამაზი, მყუდრო, კომფორტული სახლი ყველას გვინდა. ჩვენთან ერთად თბილისის და არა მხოლოდ ძალიან ლამაზ და რათავრია სწორედ დაგეგმილ სივრცეებს ნახავთ. საუკეთესო დიზაინერებს გაგაცნობთ და თქვენი ფანტაზია აუცილებლად რეალობად იქცევა. გამოყენებით შესანიშნავი გემოვნების, ლამაზი ნივთების, დახვეწილი დიზაინის სამყაროში. ერთად მოვიფიქროთ, როგორი სახლი გვინდა ჩვენ. რუბრიკის წარმდგენია კომპანია კნაუფი. ვაშენოთ ერთად. გადაცემის სპონსორია კომფორტისა და ინოვაციების ეკოსისტემა ბუდე პლუსი. მოიწვე მზრუნველი სახლი და დაიმუხტე სიმყუდროვის ელემენტებით.